პირველი განცდა ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე აქ სუნისა და სიბინძურის შესახებ არის. თუმცა შთაბეჭდილება აეროპორტიდან გამოსვლის წუთიდანვე რადიკალურად იცვლება. ცხელ ჰაერსა თუ ფერად კადრებს დიდი ეგზოტიკისკენ მივყავართ. რიქშებისა და ევროპული ავტოების რიქში პირველივე რაც გახსენდება წლევანდელი 8 ოსკარის მფლობელი ფილმი მილიონერი გარეუბნიდან არის. ამერიკელი რეჟისორის თვალით დანახული, თუმცა ნამდვილი ბომბეი. ასეთი გაიცნო მსოფლიომ ჯამალისა და ლატიკას ქალაქი, სადაც ყველაზე თბილი ხალხი ცხოვრობს, თავისი ეგზოტიკური ჩვევებითა და ცხოვრების წესით. ინგლისურად, აქაურ დიალექტზე მარათქიზე კი მუმბაი, მაჰარაშტრა შტატის დედაქალაქი. მეზობელ გარეუბნებთან ერთად მსოფლიოს სიდიდით მე-6 აგლომერაციას ქმნის 20 მილიონი მცხოვრებით. ეს სალსეთის კუნძულია. მაჰარაშტრას დასავლეთ სანაპირო, სადაც საპორტო ქალაქის ყველაზე მსხვილი დასახლებაა. აქ არაბეთის ზღვა თითქოს მოსახლეობაზე უფრო შავია, მაგრამ მიმზიდველი და 45 გრადუსიან სიცხეში ყველაზე გრილი ადგილი. სანამ დასიცხულები ჭრდილში თვლემენ, ცხელ ჰორიზონტზე კრიკეტისა და ფეხბურთის გულშემატკივრები იკრიბებიან. ჯუჰოს უბნის ახალგაზრდებისთვის დღის განმავლობაში ეს ერთადერთი გასართობია. 1, 2, 3, 4 action! ეს არაბეთის ზღვის სანაპიროა, სადაც ბომბეის 17 მილიონიანი მოსახლეობა გზის ჩასვლას ეგებება. სულ რამდენიმე წუთში კი ჯუჰუფიჩის ღამის ცხოვრება იწყება. ქართულად ბამბის ნაყინი, ინდურად კი კენდი ფლაუს. ეს არის ყველაზე შავი, თუმცა ძალიან მხიარული სანაპირო. აქედან ჯუჰუფიჩის ღამის ცხოვრება იწყება. आजा आजा जिंद शामी आने के तले आजा जरी वाले नीले आसमाने के तले जय हो आजा आजा जिंद शामी आने के तले आजा जरी वाले नीले आसमाने के तले जय हो
मैंने जान गवाई है नच नच कोयलों पे रात बिताई है अखियों की नींद मैंने फूकों से उड़ा दी गिन गिन तारे मैंने उंगली जलाई है ჯუჰუ ბიჭის ღამის დედოფალი ჯუჰუ ჩოპატია, რომელიც სავაჭროსთან ერთად უდიდესი გასართობი ცენტრიცაა. აქვე ტრადიციული სუნელებით შეზავებულ გემრიელ კერძებთან ერთად ძალიან რითმული ინდური მელოდიაც შეგაჩერებთ და ამდენი ემოციით დატვირთული რთულია არაცებდე. აურა ძალიან კარგი, დადებითი აურას ყებულობ ხოლმე. ძალიან კარგი ხალხი, თბილი ხალხი. ჯერ კიდევ ძალიან ფერადი ქვეყანაა, ესე გონია, რომ ესე იგი აქედან რომ ჩადიხარ და შენ ქვეყანაში ჩამოდიხარ, თითქოს შავ ფერად ტელევიზორი და შავ თეთრ ტელევიზორში ჩამოდიხარ, მაგრამ სულ ყველაფერი კალორფულს რო ეძახენ, სულ ფერადი მეებში გეჩვენება, თითქოს რაღაც ხაფაში ხარ. ქვეყნის კულტურის გაცნობა პირველ რიგში გემოდან იწყება და ჩვენს ბომბეის ყველაზე პრესტიჟულ რესტორანს ჯუნგლებს ვესტუმრეთ, სადაც ინდური სამზარეულოს გარდა არაერთ ეგზოტიურ კერძს დააგემოვნებთ. მას ასე ყველაზე გემრიელი მოგზაურობა სახელად ჯუნგლები იწყება. გემრიელი კერძების დაგემოვნებისას რამდენიმე ევროპელიც აღმოვაჩინეთ. ფრანგი ცოლ-ქმარი ბერანჟე და ჟერარი ინდოეთში უკვე 2 წელია მოგზაურობენ და აქაურ კულტურასთან ერთად, რაც ყოველდღიურად აოცებთ, სამზარეულოა. ჩვენმა მოგზაურობამ საკმაოდ დიდ ხანს გასტანა. დიდ ქალაქებსაც ვესტუმრე და პატარა სოფლებსაც. სწორედ ამიტომ უკვე თავისუფლად შემიძლია განვასხვაო სოფლის და ქალაქის კერძები. აქვე ერთი განსხვავებაც აღმოვაჩინე. სამხრეთ ინდოეთში ძალიან ცხარე სამზარეულო აქვთ, ვიდრე ჩრდილოეთში. საჭმელი აქ ყოველდღიურად კეთდება, რადგანაც მაცივარი არ აქვთ. ყოველდღე ახალ კერძს ამზადებენ. ინდოელებს ძალიან უყვართ ქათამი და ბოსტნეული. ამიტომაც ძირითადად კერძები სწორედ ამ შემადგენლობისაა. დესერტი კი ნამდვილად იშვიათია, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. საერთო ჯამში ინდური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ისე რომ ხშირად გემოებისა და სურნელების დათვლასაც კი ვერ ვახერხებ. Mumbai is good. You can get all type of cuisines over here. I mean like არის ადგილები მუმბაიში, სადაც საერთაშორისო სამზარეულოებსაც იპოვენ. ინდური კერძები ძალიან ცხარეა, გაჯერებულია სანელებლები და სწორედ ამაშია მისი ხილი. განსაკუთრებით მიყვარს ლობიო და ბრინჯი. მე დიდი გურმანი ვარ, ასე რომ მე აქ შემეძლია ქართული კერძებიც ვიშოვო თქვენთვის. ამბატონმა ჩვენი ყურადღება ევროპელებისთვის არადამახასიათებელი სითბოთი და თავზე 52 ნაკერით მიიქცია. ირლანდიელი გევინ პაკარდი 3 წლის იყო, როდესაც მშობლებმა მუმბაიში გაყიდეს. მას შემდეგ აქ ცხოვრობს და ეს ქალაქი ინდოელებზე არანაკლებად უყვარს. Mumbai is a city of dreams. It's a city of dreams. მუმბაი ეს ოცნების ქალაქია, სადაც სასწაულები ხდება. როდესაც შემომშობლებმა აქ ჩამომიყვანეს და გამყიდეს, 3 წლის ვიყავი. ინდურმა ოჯახმა გამზარდა. ბავშვობიდან მოცნებობდი კინოზე. აქ მივხვდი, რომ თუ მიზნად დაისახა ოცნება რეალობად აუცილებლად გექცევა. ასეთია ჩემი მუმბაი. In Mumbai itself. Mumbai is a city of dreams. जाती हूँ मैं जल्दी है क्या धड़के जिया वो क्यों भला
გევინის ოცნება ძალიან მალე იქცა რეალობად. ჰოლივუდელებმა მისი გარეგნობა ადრევე შეამჩნიეს და ასე გახდა ირლანდიელი პაკარდი ინდოელი ვარსკვლავი. წლის განმავლობაში მან 380 ფილმში მიიღო მონაწილეობა. უარყოფითი გმირების პარალელურად ის კასკადიორობასაც ახერხებდა. მისი ფილმოგრაფიიდან განსაკუთრებით პოპულარულია რაკეშ როშანის კარანი და არჯუნი. ცისფერთვალება მოკრივე კი დღემდე ახსოვს ქართულ მაყურებელსაც. ინდური კინოინდუსტრია ძალიან განვითარებულია. მსოფლიოში არ არსებობს უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობები, რასაც აქ იყენებენ. შეიძლება ჰოლივუდში და ევროპაში ინდუელებს დასცინიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ამერიკელებს ყველაფერი საწოლის სცენამდე დახვდათ. აქ კი ინდურ კინოში ხალხი თავის გრძნობებსა და ემოციებს ცეკვითა და სიმღერით გადმოსცემენ. The falling leaves drift by the window. მუმბაის მთავარ გზატკეცილზე, ჯუჰუტარა როუდზე, გევინთან ერთად რამდენიმე წუთიანი გასეირნება ცხადყოფს თუ რამდენად პოპულარულია მსახიობი. უარყოფითი როლების გამო მისი განსაკუთრებით პატარებს ეშინიათ, მაგრამ ყველა ცდილობს მიესალმოს და მასთან ახლოს დადგეს. Tamil Tarian. How are you? Oh. How are you? I'm fine. Yes, Mama. Since you went away, the days grow long. გამარჯობა საქართველო. Kamarjoba. საქართველო. Sakatobo. Thank you. კინოვოიაჟის შემდეგ კადრში უეცრად იჭრება ბომბეის ქუჩის ცხოვრება. მათხოვრები მოკრძალებული ღიმილით და უსახლკაროები, რომლებსაც იქვე ქუჩაში წინავთ. თუმცა მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ისინი მაინც ბედნიერები არიან, რადგან ასეთია მათი რელიგია. სიბინძურეც ინდოეთში, მაგრამ მაინც თავისებური მიზიდვა არის. რაღაცნაირი აურა. თვითონ ხალხია, კარგი თბილი ხალხი, განწყობით, კარგად გაქცევიან, რაც უნდა იყოს, რაც პრობლემა უნდა იყოს, ყოველთვის გოდით გიდგანან და ამიტომ თვითონ ხალხის გამოთით უბრალოდ თითქმის. ვიცით რა არის? იმანიც ის უკვე თავისი ცხოვრება, რომ ის სხვანაირად არ შეიცვლება, რაც უნდა ღარიბი იყოს აქ ადამიანი და რაც უფრო მათხოვარი იყოს, იმანიც ის რომ ამის გარდა იმას არაფერი არ ეშველება, დამშვიდობულად, ყოლობოთ აღარ ინერვიულებს, და ყოველთ გამღიმარი სახე, აღარ შეცვლის თავის ბედს და ამით მაყოფილდებიან. ყოლობოთ ნერვიულობას და ყოლობოთ ესეთი გაბრაზებას და რაღაც მაინც აზრი არ აქვს, ამიტომაც თქვენთან დაინახავთ ახლა შეამჩნევთ კიდევაც, რაცა უნდა ღარიბი იყოს ადამიანი, რაცა უნდა ყველა გაჭირვებული იყოს, მაინც სახეზე რომ შეხედათ, მაინც გაგიღიმებს და მაინც რაღაც მაინც კი თბილად მოგექცევათ. მე მომწონს ჩემი ქალაქი. აქ ძალიან კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. თუ კეთილი განწყობით ჩამოხვალ, აქედან ორმაგ სითბოს წაიღებ. მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, აქ ცხოვრება ყველას უხარია, რადგან ასეთია ჩვენი კულტურა. მე ძალიან დიდი ოჯახი მაქვს და 2 საყვარელი ძაღლი მყავს. ხშირად გვიჭირს ხოლმე, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერია. მიუხედავად კეთილგანწყობილი მასისა, აქ ფენებად დაყოფილი მოსახლეობა მაინც თვალშისაცემია, მაგრამ დღის განმავლობაში უსაქმოდ მჯდარ ინდოელს ნამდვილად ვერ ნახავთ. რომელიმე დაწესებულებაში მუშაობა უკვე ბედნიერებაა. რამსინ თაფაც ამ ბედნიერთა რიცხვს ეკუთვნის.
ეს ჯუჰუბიჩია. აქ არის ჩემი სასტუმრო და იტალიური რესტორანი. ამუბაში განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანია ქალაქის ცხოვრება. ყოველ დილას ლოცვით ვიწყებ სამუშაოს და ღმერთებს შევთხოვ ბედნიერი დღე მქონდეს. ძალიან მიყვარს ინდური კინომუსიკა. ვფიქრობ ეს ყველა ინდოელს უყვარს. ჩვენ ძალიან რითმული მუსიკა გვაქვს, რითიც ყველაზე მეტად ვამაყობთ. ასე რითმულად და ფილოსოფიური შთაგონებით რამსინი ლოცვებში შივას, საიბაბას, ლაქშმის, სრინიტიანანის, ბალადის, განოპატს, ბადრონგვალის და მერის, ანუ ღვთისმშობელს მოიხსენიებს. ღმერთების ქანდაკებებსა და ხატებს კი ყოველდილით გონდათი, ანუ წმინდა ყვავილით რთავს. ბოლოს ჰანუმანის, ანუ მაიმუნების ღმერთისადმი მიძღვნილი რიტუალები სრულდება. ამ საღამოს დედოფალი კი მატადი, ბედნიერების ღმერთია. ეს მუმბაის ყველაზე პრესტიჟული კლუბი ჯიმხანაა, სადაც ქალაქის ყველაზე მდიდარი მოსახლეობა იყრის თავს. ისინი ბედნიერების სადიდებლად ღმერთ მატადის სპეციალურ რიტუალს უსრულებენ. მუმბაის მაღალი წრის საზოგადოება ამ რიტუალზე კლუბის პრეზიდენტმა და ღვინის ექსპორტიორმა ფარდიპ ბავნანიმ მოიწვია. ბავნანების ოჯახი ახლა მატას წვენს წირავს და ბედნიერებას შესთხოვს. თუმცა გარეთვალიდან ეს ლოცვას კი არა, უფრო რომელიმე თეატრალურ დადგმას გავს, სადაც ცოცხალ მუსიკას ბენდი, მთავარი მომლოცველი კი სიმღერას ასრულებს. चार चौरासी कैंटिया वाली माता ਤੁਹਾਡੀ सदा ही जय जयकारा वीर बजरंगी दा बोल साचे दरबार की है। ეგზოტიკური ღამე კვლავ ინდური მუსიკასავით რითმული დღის ცხოვრებით იცვლება. ევროპული ავტოებისა და რიქშების რიგში მდგარს კვლავ მილიონერის ემოციური მუსიკა მიტრიალებს თავში. ეს ახალი ბომბეია, სადაც მტვერი და სიცხე თითქოს საარსებო ვიტამინად გეჩვენება. ყველაზე დადებითი მუხტი კი თავად ხალხისგან მოდის, მუდამ გაღიმებული სახეებითა და კეთილგანწყობილი მზერით. ეს ახალი ბომბეია, სადაც ტრადიციულ 40 გრადუსიან სიცხესთან და ეგზოტიურ მტვერთან ერთად ჩვენს ყურადღებას იქცევს სამფეხა ტრანსპორტი, რომელიც ასევე ბილაინის ფერებშია გადაწყვეტილი. რიქშა? მაშასე ახალ ბომბეიში ყველაზე ეგზოტიური მოგზაურობა რიქშების თანხლებით იწყება. ჯალდი. რიქშევალა ასე მიმართავენ ინდოეთში ყველაზე პოპულარული და საჭირო ტრანსპორტის მწვოლებს. მათი ისტორია თითქმის ერთნაირია, რადგან ყველა პროვინციიდან ჩამოსულია და საწოლის მაგივრად რიქშას უკანა სავარძელზე სცინავს. მე მაჰარაშტრას ერთ-ერთი პროვინციიდან ჩამოვედი. დიდი ოჯახი მაქვს და ამიტომ ლუკმაპურს ასეთ დიდ ქალაქში თუ იშოვი, როგორიც ბომბეია. თორემ იქ ცხოვრების ძალიან რთული პირობებია. რიქშა ყველაზე მოხერხებული ტრანსპორტია, კლიენტიც ბევრი ყავს. დღის განმავლობაში ნაშოვნი ფული რომ არ დამეხარჯოს, ღამით აქვე მძინავს. მთელი დღე ვშრომობ და მერე დაგროვილ თანხას ოჯახს ვუგზავნი. ნელ-ნელა გზას ქალაქის შუაგულისკენ მივყავართ. შორიდან მოჩანს რკინიგზა და უცნაური სამრეცხაოები.
ეს მაჰალაქშმის უბანია, სადაც მუმბაიში ყველაზე დიდი დოობი, ანუ სამრეცხაო მდებარეობს. 1878 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო, ეს სამრეცხაო ინგლისელმა კოლონიზატორებმა გააშენეს. აქ მათი მილიონობით სამოსი და თეთრეული ირეცხებოდა. დღეს მუმბაის დოობი უკვე პროვინციიდან ჩამოსული მოსახლეობის სამსახურშია. ბინძური გარეუბნები თვალს მიღმარჩება. წინ კი ჩვენ და გასაკვირად სრულიად ახალი სამყარო იშლება. აქ არაბეთის ზღვაც მოცისფრო და მზის ფერებშია გადაწყვეტილი. ვერ გეტყვით რომ ძველი ბომბეი წვიმიან ლონდონს გავს, მაგრამ ძველი ინგლისური არქიტექტურა აქ ნამდვილად არის შემორჩენილი. აქ კიდევ ერთი განსხვავებაა ძველი ბომბეისგან განსხვავებით აქ რიქშების ნაცვლად ეტლებით სეირნობენ. მაშასე ჩვენი მოგზაურობა ძველ ბომბეიში იწყება. ნამასტე. ასეთია ძველი ბომბეი, თითქმის ევროპული ნახევარი. დღემდე შემორჩენილი ვიქტორიანული სულითა და ლონდონის მსგავსად ნაწვიმარი ქუჩებით. სუფთაა, მაგრამ ქუჩაში მაცხოვრებლებსა და მათხოვრებს აქაც მრავლად ნახავთ. გამარჯობა საქართველო. ჩემი ქვეყანა ძალიან ლამაზია. მე ყოველთვის მოვდივარ აქ ჯანგიკარეში და პორტრეტებს ხატავ. როცა ლამაზი ქალი ჩამოივლის, მე იქეთ ვეუბნები. თუ შეიძლება რომ დაგხატოთ. სიცოცხლე ძალიან მეყვარს. ჩემი ცხოვრების ფილოსოფიური საფეხურები კი ასე იყოფა. მე მამა ჩემი და ელექტროენერგია. ოცნება არ მაქვს. ჩემი ყოფა ჩემი ოცნებაა. შენ რომ გესაუბრები ბექა ქვეყნიდან რომელსაც ქვია საქართველო, ესეც ოცნებაა. რატომ არ შეიძლება გქონდეს დედადრეს ოცნებები, ამას მაშინ ხვდები, როდესაც ინდიან გეიტსთან მიდიხარ. თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული კარიბჭე პირდაპირ ინდოეთის ოკეანისკენ გახედებს. ეს არის ინდიან გეიტი, იგივე ინდოეთის კარიბჭე, საიდანაც 1947 წელს ინდოელებმა უკანასკნელი ინგლისელი გაისტუმრეს და 300 წლიანი ბატონობის ისტორიაც დასრულდა. გეიტსის მოპირდაპირე მხარეს კი სასტუმრო ტაჯ-მაჰალია, ყველაზე პრესტიჟული ჰოტელი, რომელიც გასული წლის ნოემბერში პაკისტანელმა ტერორისტებმა აფეთქეს და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში თვეების განმავლობაში რჩებოდა. ინდური თავისუფლება თავისუფლების კარიბჭესთან კიდევ უფრო დიდია. ამას მცხუნვარე მზეც ემატება და გართობა იწყება. Escucha, Chana.
ეგზოტიური მოგზაურობა ბომბეიში ზუსტად აქ სრულდება. ჩვენ უკვე მომდევნო გადაცემაში ბოლივუდში შევხვდებით ერთმანეთს. ნამასკარ.